როგორ თქვა და მშვიდობის არ ვიცი. ვერაც რო წარმოვიდგენდი. გადაფოლის პირველ დღეს ნაღრიალები თუ შევხვდებოდი. მობატია გადაფხოლო ძერფას. კეთილი იყო შემოძალე. ხალხო მითხარით რომ ეს არის 1 მარტის ხუმრობა, რასაც მე ვუყურე ტრამპის საუბარს, ქცევას, მითხარით რომ ეს არის 1 მარტის ხუმრობა. აი შიგნიდან სკდები უსამართლობისგან, აი უბრალოდ არ ვიცი. რა უნდა თქვა უბრალოდ, რა უნდა თქვა ესე დროს ხალხო რა ვნახე სელენა გომესი როგორ ტიროდა, მაპატიედა იმ ბავშვებმა, იმ ოჯახებმა და რა დღეში ამერიკელი ხალხი, ამერიკული ტიკტოკი, არა მხოლოდ ამერიკული, ღმერთო ჩემო, ეს რა ვნახე. სრულ ქაოსში ვართ. სრულ ქაოსში. სამჯერ ვუსმინე, იმიტომ რომ ყურებს არ ვუჯერებდი. თუ ნახეთ აბა, დაწერეთ კომენტარი. ანუ ვიცოდი რომ ტრამპი რა იქნებოდა, მაგრამ ასეთი არ ვიცი გენაცვალე. რა ვთქვა. შემოდი ბანი დაკავებ ხაი. დავებ მოდი. ახლა მოცუნცულდება. შემოდი. ნარა. მე ადამიანი ვარ, რომელიც პოლიტიკისგან შორს არის, მაგრამ აი ეს ყველაფერს ისწრება, ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს მე არ ვიცი. რაში ჯდება ეს არის. Azmetesi çiğ maşini ya. Vay presime sukarka. Sağ olun. Toast.
ნახეთ რა ხელად იფიქებია თბილისში ნახეთ რა ლამაზია და თან წაიწმინდება ება შემოვარდა დედა თოვსო შენ ნომერი მეორე ყავა თავს საშინლად გრძნობ საშინლად სულ ერთი და იგივე რამე და ვფიქრობ და ჩემი თავი მიშლის ნერვებს და ჯერ ვერაფერი ვერ გადავხედა ამის გარდა მშვენიერი გადაწყვეტილებაა მითხარით მშვენიერი გადაწყვეტილებაა გამოიწერთ არქი მეგონა რა ის თავდებოდა თუმცა აღაში კიდევ მაგ ლაიოები Mira tante. Da pante da mართალია მოჩდები. ვასები წავიდნენ. მათემატიკაზე და მე რუსთავში. მე და ევი ტუნ დავიჭი. Teen Wolf-ის ყურება დავიწყე. TikTok-ზე შემხდა რაღაცა და და სნიკერსი გავიყოთ მე და ევა. ნახევარი მე, ნახევარი ევას. Steak. Uბრალოდ ნახეთ რა არის. უბრალოდ ნახეთ. ეს ქვემოთ იდო. იმიტომ აქ აი აქ ცოტა ესე თეთრად. просто ნახეთ ეს რა არის. როგორ წოვს просто. მოკლედ ძვირფასადო. მეც მიყვარხარდე ეს შევწვი აეროგრილში. ყველანაირი ცხიმის გარეშე ეს ერთად უშვებს ეს ნახეთ თავისწვენია. დღეს შემოვედი TikTok-ზე და დამხვდა ისეთი კომენტარები. გუშინ დავდე ბევრი ვიდეო, იმიტომ რომ მიგროვდება ხოლმე და მე ესეთ დევხომ და ხამე ავდურ და ბევრი. მოვალდე. იმისთანე კომენტარები დამხვდა. კულტურას მასწავლიან. კულტურას მასწავლიან ადამიანები, რომელსაც არ აქვს შინაგანი კულტურა. ის ვისაც აქვს შინაგანი კულტურა, ის ხოს არასდროს არ მიუთითებს არაფერზე და მით უმეტეს არ დაამცირებს. ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში სახედამალული სხვებს ამცირებთ, თქვენ არ იცით რა არის კულტურა. თქვენთვის კულტურა არის მარტო რაღაც ფორმა, გარეგანი ფორმა და შინაგანი კულტურა თქვენ არ გაგაჩნიათ. ეხლა კატეგორიის ადამიანებს. Also, მე თქვენ განსასწავლი არაფერი არ მაქვს. მე როგორ შევჭამ, ეს ჩემი საქმეა. მე თმას შევიკრავ, გავიშლი, ხელს მოვისვავ თუ რას ვიდავ, ესეც ჩემი საქმეა. და მე ვარ ვიდეოს და ეს იმას არნიშნავს, რომ ვიღაცას უფლება აქვს შევაწყვეტ ამაყენებს. თქვენ ამას აკეთებს, იბლოკება. ან მე ვცემ შესაბამის პასუხს ადამიანმა, რომელმაც გამართულად წერა არ იცის.
როგორ უნდა მისცეს შენიშვნას სხვას, მაგრამ სხვა შენიშვნას ზუსტად ის ადამიანები აძლევენ, ვისაც აკლია შინაგანი კულტურა, აკლია ახსდა და აკლია განათლება. ვფიქრობდი, რომ აზრი არა აქვს ამან საუბარს, არ ვისაუბრებ ხო, მაგრამ იცი რა, მაინც აქვს აზრი. ვიღაცები რაღაცებს მაინც აიგებენ. ჯამში ექნება აზრი. აი ასე იყვალება გზა. ასე ექნება შავი და თეთრი. აი ასე. და დღესაც სამარცხვინო იქნება. ისო იყო ჰეიტერი. და ეს იქნება ჩემნაირების დამსახურება. იმათი, ვინც არ გაჩუმდა. და კიდე. მე დავერავის, ვერავინ ვერ დააბულინგებს. ანუ შენ შეგიძლია იყო ბულერი, მაგრამ მე დამაბულინგებენ თუ არა. ეს ჩემზეა დამოკიდებული. მე ვიქნები თუ არა მსხვერპლი, ამას მე ვირჩევ. და მე მსხვერპლი არ ვიქნები არასოდეს. ამიტომ მე ვარ. ამიტომ ჩემს გზაზე მივდივარ და ამიტომ არავის არ მიცემს ზედმეტების უფლებას. ეს არის ძალიან გემრიელი. ბროკოლიც დავიმატე. და კიდე მე რჩევებს არ მივიღებ. საერთოდ არ ვიღებ რჩევებს, იმიტომ რომ რჩევას არ ვკითხულობ. იმიტომ რომ იმაჩნია, ჩვენ ყოველს ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენ გზაზე უნდა ვიაროთ. და ჩვენ გზაზე როგორ ვიაროთ და რა არის ჩვენი გზა, ეს ვიცით მარტო ჩვენ. და რჩევას თუ ვკითხულობთ, ვკითხულობ მხოლოდ იმ ადამიანისას, ვინც ამ გზაზე გაიარა. ადამიანისგან, ვისაც ავატარიც კი არ უყენია. მე ბლოგერი დიდი აუდიტორიით არ მივიღებ რჩევებს. ჯერ იმიტომ რომ არ მიკითხავს. მეორე იმიტომ რომ არ მაინტერესებს. იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ეს ადამიანი, ვისაც მე მაინტერესებს, რადგან რჩევას მაძლევს. ადამიანი, რომელსაც არ უწერია სახელი, არ უწერია გვარი და არ უყენია ფოტო. მაშინ არ მაინტერესებს. და შენი რჩევები შეიძლება გამოიყენო ჩვენ თავად. იმისთვის რომ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადახვიდე და საკუთარი ფოტოს დაყენება გაბედა. სოციალურ ქსელში. სადაც ჩემნაირები ისე ჭამენ, როგორც უხარიათ. მაგათ ახლა მინდა რომ ვოლტიდან რაღაცები შევუკვეთა, შემოკარგებოდა ძვირფასობ ჭამე, დავლიე, ყავა და იმდენად კარგად, იმდენად გემრიელად ჭამე, რომ აი არ ვიცი, ამ პერიოდში, ციკლის პერიოდში, ყველა ქალმა იცის, როგორი მადაც გვაქვს და ესე იგი ხორცი, ცხიმიანი, ისეთი რაღაცა არის, რომ აი რომ შეჭამ, всё, არაფერი აღარ გინდა. სანამ ყავა გავიკეთე, ყავა და შოკოლადი, რომელიც დავაყოლე, ეგეც აღარ მინდოდა, საერთოდ არაფერი აღარ მინდოდა. იმდენად კარგი იყო. აი, ხა ვნახოთ, მოვწერას ვუკვეთავდი. ნახოთ შეკვეთა. ანკორის კარაქი, იმიტომ რომ კარაქი აღარ გვაქვს. ჩუპა-ჩუპსი, აი ეს. სავეჭი, მაინტერესებს როგორია. კიტრი, ევას ანდრიას, ევას კიტრი უნდა და მაგიტო. ხაჭო მე მინდა. ჰერბია სალათის ფოთოლი, მოდი. ეს ამოვიღოთ დღეს. ხვალ იყოს ეს არ გვინდა. შოკოლადის ფილა როშენის, დღეს ესეც არ გვინდა. იაკობს მონარქის ყავა ველვეტი აქციაშია ხალხო, 20 ლარად არის. ჩემი ყავა ხო იცით, ერთი ცალი შებუთვა მაქვს იქ. მთლიანი და ამას შევუკვეთა. ბებუს ლავაში 400 გრამი მინდა. ნახეთ, მაგნუმის რეკლამას თავად. და პატარა მაგნუმები ვნახოთ რამდენად არის.
ოკეი, სად იქნება ტკბილეულში, ხო? ტკბილეული, ბომბონერი, შოკოლადის ფილა, შოკოლადი, ბისკვიტი, კრუასანი, ვაფლი, კანფეტი, საბავშვო, ზეფირი, აბა ზეფირებში ვნახოთ. იცით როგორი მინდა? პაწაწინა ზეფირები რო ხო იცით, არ არის ახლა აქ არა ჩვენს. პაწაწინა ზეფირები როა იმაში ჩასაყრელი კაკაოში. არ არის ტკბილეულში. მეც ტკბილეულში რატო არ არის ნაყინება სად არის? ნაყინო პროდუქციაშია დავიჭერო? ნაყინი ცალკეა. მებოდიში. მაგნუმი 4.65 კლასიკი. ორმაგი. всё. მეტი არ არის. მილკარი. თოლია დაეგენი. მარსი. არა. ნაყინის ტოპინგი. ეს ესენია. არ მომეწონა ეს. უშაქრო შოკოლადი, რომელსაც იმდენივე შოკოლადი, ნაყინი, რომელსაც იმდენივე კალორია აქვს, აი ეს. რაც შაქრიანს. ანუ ცხიმის ხარჯზე და რა აზრი აქვს. ჩემთვის არ აქვს აზრი. ეგ აქ ალბათ კი არა და მაგას აზრი აქვს დიაბეტის შემთხვევაში. ბანანი. დავამატოთ, მოდი 9 კილო ბანანი დავამატე. ქათა მინახეთ როგორც ცუდად ფილე მინდოდა. ხა გაჩვენებთ. აი. ახშე გამოვედი. შეინახავდა იმედი. შეინახავ. მეხსიერება მოიწურა. ამასობაში. რაღაცა პროდუქტები აღარ არისო. აბა პროდუქტები კიდე ჭოპაჭოპსი არის, იაკობსი არის. რა არის აბა? ბებოს ლავაში, ბანანი, ხანჭო, კიტრე, ჭოპაჭოპსი, იაკობს მონარქი. რა არის? არ ვიცი, მოდი ერთი პურით დავამატოთ. მე გამსვლელი არ ვარ დღეს პურზე. ხო, ისა ფილე მინდოდა. თევზი. 1 კილო, მიცით. 1 კილო რა თქმა, მოკლება ხო აწერი. აკლებ და არ აკლებს. ანუ არ აკლებს. ერთი კილოს ხანავით არ ვიყიდი. ესე იგი, 20 ლარს იკავებს, ნუ ისა. იაკობს იმენათანაში 20 ლარის თავი ჩუპაჩუ და კიტრი 7 ლარი ის, ხო, 4 ხარჯობს. Თხას 70 მეტრი ყოფილა კარგულიდან შემსახამდე.
თუ არ შეუყვეთ თუ მე მეგავიდე. ფიქრობ. არა არ ვცადე და დიდანი საზღარი განწყობა ვერაფრით ვერ მოვიშორე, ეკვესა ვერაფრით. საზღარ განწყობაზე ვარ. არ შევკვეთე არაფერი ვოლტზე, იმიტომ რომ მე თვითონ წავალ მერე. გავივლი მე თვითონ და ვიყიდი. მეკარო მოვა მერე. იმიტომ რომ ქათმის ფილე მინდა ვიყიდო. და 1 კილოს ნალექ ვერ ვიყიდი, 500 გრამი მინდა. და მე თვითონ ავარჩევ და ვიყიდი. და კიდე რაც მენდომება. ეს გადავწყვიტე. ხა ვიცი, ამ ვიდეოს გავაკეთებ და ევას ვეთამაშები, ბონის ვეთამაშები და ეგენი გამომიკეთებენ განწყობას. ხომერტო ისეთ ამანაყრა, წყალი მწყურია და ვერ დამილევია, ისეთი რაღაცნაირად სავსე. მთლიანი მიჭამია. ნახევარი ევას მივეცი. ძალიან ღიერი იყო ხელი, მაგრამ ხელი არ დაუდია, ხა წამოვიდე აქეთ და ჩავდებ კონტეინერში და გახმერო. ევა ძირსად წაუსვა ეგენი, გუში მთელი საღებავები ძირსესო. აი ნახე. ამას კონტეინერში ჩავდებ, კაი? ხარეს რო გახმება ხორცი. ჰაერზე რო დევს შემოწმებები, მერე სულ ხმება და კატის დავადების ხაი იცის რო იყო. ხო და ჩვენ ხა ტორტი არ მყიდია, სანთები არ აღმოჩნდა და ხა გაახსენე და იქ ამბავი. ტორტი არ ქონიაო, არ მიგვილოცია happy birthday-ო, ხო და ემას თქვა მიულოცოთო, ვუმღეროთო. თორე და ხა ეგრანაირი ეს არისო, რა ქვია. დაბადების დღეა. ეს ამისი არ არის, ამის თავსახურად ხონდა დაკარგულია. Rahat kıma ondan.